მონაწილეობას. მე მოკლედ წავიკითხე თქვენი შეფასებიდან რაღაც ნაწილი. ეს არის ძალიან სერიოზული თემა. წინა დღეებში ჩვენ ვიცხოვრეთ ამ კადრებით, ჭხრეკებით, ინფორმაციით, რომ მიდის მათივე ოცნების, მაღალჩინოსნების წინააღმდეგ თითქოს რაღაც გამოძიება, მაგრამ ამ წუთისთვის ჩვენ არ ვიცით, რა მუხლით მიდის, რა საქმე არის აღძრული და საერთოდ ვინმე გამოიკითხა თუ არა. თქვენ ბრძანდებით პოლიტიკოსთან ერთად ხართ იურისტი და მაინტერესებს რომ ჩავშალოთ ეს თემა, რა გაიგეთ თქვენ? დიდი მადლობა ინგა, შენ გადაცემის პრომოში გადის, მე მგონი რომ უახლოესი ისტორიის ყველა მოვლენა გაქვს გაშუქებული და ვერ გაიხსენებთ თქვენი მონაწილეობით ბევრი წლის განმავლობაში. კი ბატონო, ვერ გაიხსენებთ თქვენ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე და შეიძლება უფრო მეტიც საბჭოთა მოამბეს რომ გადავწყვდეთ. გავრცელებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, რომელიც არ იწყებოდეს ასეთი, ან არ თორდებოდეს ასეთი ფრაზით, რომ საქმის გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსით ამადაა მუხლით. ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი, რომელშიც არ არის ნახსენები არც მუხლი და ეხლა რაც შეეხება ჭხრეკას. ჭხრეკის კადრებში ჩვენ გვანახეს ფული და ოქროულობა, თუმცა ჭხრეკას რავი წამოვიღე, მაგრამ ზეპირად ვიტყვი, არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-120 მუხლები, რომელზეც აქვს თავისი წესი, რომ ჯერ ერთი შენ უნდა უთხრა ადამიანს, რომ მომეცი, მანახე. ისე შენ კი ვერ შეხვალ დაკეტილ სახში, ღარიბაშვილის სახში. ღარიბაშვილს უნდა მიმართო, რომ ღარიბაშვილო, ლილუაშვილო, აი მე ვეძებ ამას და ამას და გამიხსენე. სად ვნახეთ ჩვენ ეს კადრები? არ გვინახია. გარდა ამისა, ჭხრეკა მიიღება, ტარდება მოსამართლის განჩინებთ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, რას ეძებ. ზოგს ახლა წარმოუდგენია, რომ ჭხრეკა შეიძლება ასე რომ ღარიბაშვილის სახში შეხვიდე, ან ვიღაცის სახში და დაათვალიერო, ვაიმე იქ რაიმე ხო არ არის. არა, ეს არ არის ჭხრეკა. ანუ სასამართლო განჩინება უნდა წეროს. სასამართლო განჩინება უნდა იყოს 120 მუხლის მიხედვით და მეტიც იმ განჩინებაში უნდა ეწეროს, რომ ვეძებ ამას და ამას. მითითებული უნდა იყოს. გადატრიალების საქმეს თუ ეძებ, რა შვაში არის ეს? თანხის ქონა თავის თავის როგორი განცდა დაგჭათ? კახა, აი მთელი ამ განცხადებებიდან ერთიან კონტექსტში მე მართალი გითხრათ არ ვიცი. ეხა რომ მკითხოთ აი შენი ინფორმაციით, რომ რა მიმართულებით მიდის ეს გამოძიებაო, ვერ გავიგე, იმიტომ რომ პოლიტიკურ განცხადებებში შემოტანილი იყო რაღაც ღალატი, თითქოს 4 ოქტომბრის ორგანიზატორებთან, დამხობის ორგანიზატორებთან კავშირი და ხო, საქართველოში თუ გინდა რომ ეს ვინმე დააკომპლექსო, დაატერორო, ეს მეც მაგ გამოცდილი ჩემ თავზე მიუხედავად იმისა, რომ დღეს ოცნებაში არ დარჩა ადამიანი, ვინც საერთოდ ნაცების დროს ოპოზიციაში იყო. მაგრამ ეს არის შანტაჟი უბრალოდ, რომ ღარიბაშვილო შენ უბრალოდ ქთამის აღებას და რაღაცა უკანონო პრივატიზაციას კი არ დაგაბრალებთ. ნაცობას შეგტენით. ეს არის პირდაპირ ქართული ოცნების კურიოზი ხო იქნება გარბოლოს ღარიბაშვილს რომ დააბრალონ ნაციონალებთან კავშირი. შეიძლება რაღაცა გარკვეული სამართლიანობაც იყოს ამაში. იმიტომ რომ როცა სხვებს აბრალებდნენ, მაშინ თვითონ დუმდა, თუმცა ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მე დღეს აი ამ უსამართლობის დროს ბევრი განზომილება აქვს ინგა ამას. პირველი რომ ეს ღალატის და ნაცობის თემა არის პროპაგანდისტული ამბავი, რატო? ჯერით საერთოდ 4 ოქტომბერს სამართლებრივი თვალსაზრისით არანაირი გადატრიალების მცდელობა ჩვენ არ გვინახავს. ეს იყო სუსის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, თუ ამაზეც გვექნება საუბრის დრო, რომელიც თავიდან ბოლომდე დაგეგმა უშიშროებამ. მე ახლა იქ ვიც არიან დაპატიმრებულებზე ახლა არ არის ზოგადად მიღებული, რომ ცუდად ილაპარაკო და ძალიან შევეცდები, რომ ტერმინები შევარჩიო რბილად, მაგრამ ნუ მინიმუმ ყველაზე რბილი რაც შეიძლება ამ ხალხს უწოდოთ არიან ბრიყვები. იმიტომ რომ გადატრიალების მცდელობა არის, როდესაც რაღაცას ცდილობ და არ გამოგვი, რა არ გამოუვიდა ამ ხალხს. ეს იყო თავიდანვე ასე დაგეგმილი ხელისუფლების მიერ ეს დღე 4 ოქტომბერი, რომ უნდა მისულიყვნენ კამერებს, გადაიღოთ რომ ვითომ იქ რაღაცა ღობეს ვიღაცა ეჯაჯგურა, რომ ლეგიტიმაცია მოეპოვინა ქართულ ოცნებას, რომ აი ჩვენ რო ლაპარაკობთ ნაცებზე და შეთქმულებაზე, ეს ხაერიდან მოტანილი კი არ არის, აგერ აი ეს მოხდა. მაგრამ მეორე მხრიდან ვინმე თქვას, რა ცდილობდა, არანაირი გადატრიალების ცდილობა არ იყო რა. ხობე რო გაინგრია და ზოდელავა რო შესულიყო იმ შენობაში და დაიმხობოდა მთავრობა? რა თქმა უნდა არა, ეს იყო თავიდან ბოლომდე პროპაგანდისტული სცენარი ქართული ოცნების პიარ მანქანის მიერ დაგეგმილი. ეხლა ამათი მიბმა შეიძლება უნდოდეთ ამ 4 ოქტომბერზე? ნებისმიერის მიბმას შეეცდებიან ეს ნაციონალური მოძრაობა და მისი აქტივობა. თუ ვინმეს მართლა გულწრფელად შენს გეუბნები ამას და ყველას. თუ ვინმეს მართლა გინდათ რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვალოს, სანამ ცოცხლები ვართ და სანამ ჯერ კიდევ პოლიტიკის ინტერესი გვაქვს, სადაც დაინახავთ, რომ ნაცები დაშორდით. ეს არის პირდაპირ უშიშროების მიერ მიგზავნილი 4 ოქტომბრის აი ეს გადატრიალების მცდელობა, ეს იყო სუსის სპეცოპერაცია დაგეგმილი არჩევნების წინააღმდეგ. რომ ივანიშვილს შარშან ჰქონდა 14% ინგა წაგებული თბილისი. ოფიციალური აი გაყალბების შემდეგ შედეგების მიხედვით 14%, 43-47-ზე წააგო ივანიშვილმა თბილისი. ერთადერთი შანსი აი მის თავში რომ მოიფიქრა და მოხარშა რომ როგორ შეიძლება რომ აი ახლა ეს თბილისი ჩვენ
გადავარჩინოთ წაგებას და თბილისის წაგება დამეთახმები მე მგონი ახლა შენ გამოცდილებით რომ ნიშნავდა ამ რეჟიმის თავიდან ბოლომდე ჩამოშლას. მოიფიქრეს ასე რომ ნახევარი ოპოზიცია წავიდეს არჩევნებზე, ნახევარმა აი ეს რაღაცა ბოიკოტი თუ რაღაცა გადატრიალება დაგეგმოთ, თორე გადატრიალება თუ უნდათ დაუშვათ. არიან ამ ქვეყანაში ხალხი, რომელიც მართლაც ისე არის გამწარებული, რომ ნამდვილად გადატრიალებასაც მხარს უჭერს და ბევრია ასეთი ხალხი. თუ გადატრიალება თუ უნდათ რაღა 4 ოქტომბერსდან 20 სექტემბერს დაინიშნოთ, 20 ოქტომბერს დაინიშნოთ. ძირითადი მესიჯი შენ ხო გახსოვს რა იყო ამ 4 ოქტომბრის აქციების ლიდერების? არ წახვიდეთ არჩევნებზე. Შეიძლება მე ბოიკოტის მომხრეთა რიცხვს მივეკუთვნებოდი. შეიძლება ემოციურად მესმის იმიტომ რომ არ მესმოდა აი მაშინ როდესაც საპროტესტოდ ქუჩაში გამოსული ადამიანები ითხოვდნენ ოპოზიციისგან რომ არ გახვიდე და ლეგიტიმაცია არ გაუკეთო ქართულ ოცნებას, რატომ შეიძლებოდა რომ ამ არჩევნებში ვინმეს მიეღო მონაწილეობა, მაგრამ აი მაგ ლოგიკაში ჯერჯერობით საწინააღმდეგო არგუმენტი რომ მქონდეს, უნდა მოვისმინო თვითონ 4 ოქტომბრის ორგანიზატორების რაიმე განმარტება, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, ისინი არიან მიმოწერის უფლების გარეშე გამოკეტილები ციხეში. აი ცდელობაც არის, არა თუ გადატრიალება. სახელმწიფო სისხლისამართლოს კოდექსში რამდენიმე მუხლი არის მოწოდება გადატრიალებისკენ, არის თვითონ გადატრიალება და ნუ ზოგადად შეიძლება დაუმთავრებელ დანაშაულზეც დაგიკისროს პასუხისმგებლობა. ცდელობა რა არის, იცი? აი მაგალითად ჰიტლერის აფეთქებას ცდილობდა რაღაცა მისი თანაშემწეები და ბომბა რაღაცა ცოტა არასწორად დადეს, აფეთქდა ის ბომბა, მაგრამ ჰიტლერი არ აფეთქდა. აი ეს არის ცდელობა. ან ჯაბეს აფეთქებას ცდილობდნენ 92-ში, ან შევარდნაძეს 95-ში და რაღაცა რას ცდილობდა ეს ხალხი? ხო აშკარაა რომ არც ცდელობა არ იყო არაფრის. გასაგებია. კახა, მოდი ისევ მიუბრუნდეთ იგივე მე მაქვს არა მქონდა ეგეთი განცდა, ალბათ თქვენს როცა ვუსმენდით ყველა პოლიტიკურ განცხადებას, რომ აი მაგ 4 ოქტომბრის ორგანიზატორებთან სავარაუდოდ კავშირზე შეიძლება ყოფილიყვნენო ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები. ეხლა, როდესაც ჩვენ გვაჩვენეს ეს ამოღებული ძვირფასეულობა, ამოღებული 7 მილიონზე ცოტა მეტი დოლარი ჩალაგებული ჩანთებში, ამითი გვითხრეს, რომ აი ესენი არიან კორუმპირებული, ყველაფერს თუ კი სახელს დავარქმევთ, ხო? ეს რეალურად მაგისტვის იყო. პროპაგანდა მიადგა და დაიწყო იმ ხალხის გაშავება, ვისაც როცა მაგალითად ჩვენ არხზე რაღაც ჟურნალისტური გამოძიებები გადიოდა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, იგივე ხალხს აპრავებდნენ ბოლომდე. ეხლა პროპაგანდაც აშავებს მათ და აი ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა, რომ თან თქვენ მოგისმინეთ, ძალიან საინტერესო იყო თქვენი ახსნა, რომ ამბობდით, რომ რეალურადო აი ამ ყველაფერმა გვაჩვენა, რომ ბიუჯეტის იქით არსებობს კიდევ შავი სალაროო და რიჟვაძეც გაიხსნა. აი რიჟვაძის ამბავი და რიჟვაძე და მიკაუტაძის ამბავი ერთად დატრიალდა. ახლა მე დაახლოებით 2-3 კვირით ადრე ვიცოდი, რომ რაღაც 400 მილიონს და 600 მილიონს თხოვდნენ რიჟვაძეს და 200 მილიონს ვიდრე მოხდებოდა ის რიჟვაძის, ალბათ თქვენ და თქვენ ჟურნალისტებს შეიძლება უფრო ადრეც გქონდათ ცდელობა. მე მინიმუმ 2 და მე რამე ოპერატიული წყაროები კი არა, ქალაქში ყველა მიცოდა, რომ აი რიჟვაძეს თხოვენ 600 მილიონს. მამაც თითქოს 3 დღე ყავდათ სულში. და რა ფულს თხოვდნენ? ეს სადმე გამოძიებით არის დაფიქსირებული. არანაირ ეს ხო არ არის მაშინ უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმე, რომ რა ვიცი ბიუჯეტის გაფლანგვა, უკანონო პრივატიზაცია, არაფერი ამ მსგავსი არაფერი არ არის. არის შავი სალარო და რიჟვაძეს რა შეედებოდა ბრალი ისევე როგორც ნებისმიერ სხვას ეხა ვიზეცაა ლაპარაკი რომ საქართველოში როცა ტარდება ტენდერი ეს ყველამ უნდა იცოდეს აი როგორ ხდება მაგალითად ცენტრალური ავტომაგისტრალი ხა დასავლეთი აღმოსავლეთის დამაკავშირებელი შდება დაახლოებით 500 მილიონი ამ 500 მილიონიდან დაახლოებით 200 მილიონი უნდა წავიდეს ოცნების ელიტის ჯიბეში. და ეს 200 მილიონიც კიდე ნაწილდება დაუშვათ რომ 100 მილიონი მიდის პირადად ბიზნეს ჯიბეში და არჩევნებს მე იერარქიების მიხედვით ინაწილებენ მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, უშიშროების ის რა ქვია, ოდერი და ასე შემდეგ. წაიღო, რა თქმა უნდა, ივანიშვილმა თავისი წილი, ღარიბაშვილმა თავისი წილი და ასე შემდეგ, მაგრამ კობახიძე რომ მოვიდა და გადათვალა თქვენს, რომ რიჟვაძეს აქედან რომ უნდა წაიღო 20 მილიონი, წაუღია 30 და რომ უნდა მოეტანა საერთო სალაროში ბიზნესთვის 100 მოუტანა 80. აი ამ ტიპის ბრალდებები არის ყველას მიმართ თორე სად არის რიჟვაძემ უბრალოდ გადაარჩინა ეს ბიჭი იმან რომ პისტოლეტი დაიდო პირდაპირ თუ დაადეს პირდაპირ ესე იგი შუბლზე და ამის გამო უკვე პროპაგანდისტული მიზეზებით აღარ ჩათვალეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ჩვენ ისიც არ ვიცით როგორ არის ის ისიც არ ვიცით ეხლა მე ამ თემას მოვბრუნდეთ უბრალოდ სულ მინდა რომ ადამიანური განზომილებაც აქვს ამ ყველაფერს გინდა ღარიბაშვილს და გინდა რიჟვაძეს რიჟვაძის კადრები რო გადიოდა ჯერ კიდევ სანამ აქ იყო კლინიკიდან ესე იგი აჩვენეს მე ვიცანი ეს ადამიანები 3-4 მისი თანაშემწე იყო ასე ვთქვათ მეორე ეშელონის ესე იგი კაცი სიკვდილს ებძოდა და ქართული ოცნებიდან ერთი კაცი არ მოიძებნა ვინც უბრალოდ ადამიანურად მივიდოდა ღარიბაშვილი სასახელოდ უნდა ითქვას რომ მეუღლესთან ერთად იყო და თვითონ ღარიბაშვილს ახლა შენ გახსოვს რომ
სულ რაღაც 5 წლის წინ ერთი 200,000 კოცი იყო ამ ქვეყანაში, ვიცოც Facebook-ის პროფილზე თავის ფოტო არ ეყენა, ცოლის ფოტო არ ეყენა, შვილის ფოტო არ ეყენა და ღარიბაშვილის ფოტო ეყენა. და დღეს თუ გინახია შენ ერთი კოცის განცხადება, რომ აი ადამიანურად როცა ასე დღეში არის მისი ოჯახი და არც ვიცით დაპატიმრებული არის თუ არა. მე ღარიბაშვილის მიმართ არასდროს არ მექნება არანაირი პოლიტიკური სიმპათია, იმიტომ რომ თვითონ არის ამ რეჟიმის და ამ სისტემის ერთ-ერთი თანაავტორი, მაგრამ ადამიანურად როცა მას ექცევიან უსამართლოდ, ყოველთვის ხერხის ხარაზე ვიქნები, იმიტომ რომ როგორც დღეს მას ექცევა ივანიშვილი და ქართული ოცნება, ეს არის არაკაცური, არაადამიანური და არაფერში არ ჯდება ეს არც იურიდიულ გაგებაში, არც კაცურ გაგებაში და აი ამ ქართულ ოცნებას მინდა უთხრა, რომ ღარიბაშვილის სადღეგრძელო რო გაქვთ ერთი 200-ჯერ აწეული. და იმისი უფლება რო არა გაქვთ, რომ ერთი პოსტი დაწეროთ, რომ ირაკლის ესე იგი რაღაცა მხარდაჭერა, აი ეგ ახართ ქართული კოცის ნატურალური სახე არის ეგ. ღარიბაშვილი ის რას გიქნათ და რას დაგამსგავსat, იმაში რო არის თუთაშხიაში რო არის, მამაძაღლმა სეთ რომ აი ამ დღეში ხართ, რომ ადამიანი, რომელსაც მიიჩნევდით, რომ იყო რა ვიცი, თქვენი მეგობარი, თქვენი გმირი, ქვეყნის გმირი, სამშობლოს გადამრჩენელი, დღეს არის ძებნაში და გეშინიათ, რომ უბრალოდ ადამიანურად მიხვიდეთ და თუნდაც ოჯახს ხარდაჭერა გამოუცხადოთ, გვერდზე რო გადავდოთ პოლიტიკა. რაც შეეხება დაუბრუნდები ისევ იგივე თემას, რა თქმა უნდა, პირდაპირ მტკიცებულებები მაგისი შეუძლებელი არის ახლა დაამტკიცო ოფშიალს თქვენ თუ რას ოფშიალიდან წაგებული. მაგრამ მე გითხარით ერთი სუსის განცხადება, რომ არ არსებობს ვერ ნახავთ თქვენ 30 წლის არქივები რო გადაკეკოთ, რომ ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა და არ არის დაკითხვა, არ არის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი. მუხლი რატო არ არის ინგა? იმიტომ რომ თუ ღარიბაშვილი მოიქცევა ჭკვიანად და ამფულს მიიტანს, მაშინ ეს აღიძრება იმავე მუხლით, რაც იყო რომეო მიქაუტაუძის შემთხვევაში. თუ არ მიიტანს ამ მუხლს და წავა პოლიტიკურ გამწოდებაზე, მაშინ აღიძრება საქმე 315 მუხლით სახელმწიფო გადატრიალება და ცდილობა და ანუ ყველა ვარიანტში დაიჭერენ მას, ოღონდ გააჩნია ეკონომიკური მიმართო, კორუფციული მიმართო. რა თქმა უნდა, ეკონომიკური მუხლით შეიძლება არ დაიჭირონ და იქ რაღაცა სხვა ის იქნეს. მე უბრალოდ ურჩევდი ირაკლის არ მინახავს, რა ვიცი, 10 წელიწადზე მეტია, არც დროს არ ყოფილა ჩემი მეგობარი, მაგრამ მე ურჩევდი მას, რომ დაქტოვებს ბიძინა უკაპიკო. თუ გონია რომ ნახევარს მისცემ და ნახევარს დაიტოვებ, ეს არ არის ივანიშვილის სტილი. დაქტოვებს ირაკლი უკაპიკო. შენი ერთადერთი გადარჩენა, შენი ოჯახის, შენი შვილების უსაფრთხოება არის, რომ უნდა მიხვიდე ეთერში და დიდი არჩევანი არ აქვს, რომელ ეთერში მიხვალ და როგორც ოქროაშვილმა 2007 წელს მოყვა და ჩამოთვალა ყველა დანაშაულებები, რომელიც აქვს ჩადენილი ამ რეჟიმს, უნდა მოყვე ამ ეთერში. ეს იქნება შენი უსაფრთხოებისთვისაც სწორი და გარდა ამისა, ეს იქნება რომ რაღაცნაირად თლიანად თუ არა ნახევრად, როგორც ოქროაშვილმა გამოისყიდა მაშინ ის ყველაფერი, რაც სააკაშვილის ასე თქვა თანამებრძოლობით ჰქონდა ჩადენილი, აი ეს იქნება ღარიბაშვილისთვისაც რაღაცა ქართულ ხალხთან მისასვლელი მორალური ბილეთი. მაგრამ რომ ოქროაშვილისგან განსხვავებით ღარიბაშვილი ვერასოდეს ვერ გაბედავს, იმიტომ რომ მას რომ რაიმეს თქმის სურვილი ქონოდა, ამდენი დღე გავიდა, სინამდვილეში შეიძლება ციხეში ჯდომა ერჩივნოს ახლა ვიდრე იმ მდგომარეობაში ყოფნას. ეს არის, რავი, მთელი ქვეყანა რომ განიხილავს, საათი მისია თუ არა და ალმასის თუ რაღაც ლალისთვლიანი სამაჯური ვისია და მე გარწმუნებ ინგა რომ მას ყავს და მე მის ოჯახში კარგის გარდა არაფერს არ უსურვებ, როგორც ვიცი, შვილები ყავს, ზოგი სრულწლოვანი და ახალგაზრდა შვილები ყავს, მათთვის შეიძლება მამის მილიონერზე არანაკლებ მნიშვნელოვანი კონდეს მამის რეპუტაციას. დღეს როგორც ღარიბაშვილს ექცევიან, არის რომ აი ფეხით სრისავს ივანიშვილი როგორც ჭიანჭველას და ის თუ გამოვა და იტყვის სათქმას და იტყვის სიმართლეს, მათ ეყოლებათ მამა, რომლითაც ნამდვილად რომლითაც არ შერწყვებათ. და ბევრი პატივისცემელი ეყოლება კიდე ამ ქვეყანაში ადამიანს. ყველაზე სასაცილო იქნება ღარიბაშვილი ან ლილუაშვილი რომ დაუკავშირონ, ან რომელიმე ფარცხალაძეა ხო კიდე მთავარი ფიგურანტი ნაციონალურ მოძრაობას. აი ეს იქნება მართლა ანეკდოტი, რომელიც შეიძლება არ ვიცი. ნაციონალურ მოძრაობაზე ისტორიაში შევიდეს. თვითონ ნაციონალურ მოძრაობაზე ვთქვით და ეხლა რაც შეეხება ქართულ ოცნებაში დღეს აღარ დარჩა ადამიანი, რომელიც 2012 წლის მდგომარეობით იყო ივანიშვილის გვერდზე. ყველა მიქაიას კადრები გაუშვით. კაია რომ გამახსენე. როგორი დაპირისპირებული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან, სააკაშვილთან, ახალაიებთან. აი გუნდა ახალაიების ეპიზოდი უნდა მოყვე ზუგდიდში ვიყავი მაშინ. მიქაია დაიჭირეს შვილთან. თქვენ ურცხო ქოცებო, აი თქვენ უსინდისოებო და შუბგაწყვეტილებო, როცა ლაპარაკობთ ხანდახან რომ რაღაცა ნაცების წინააღმდეგ. ახალ მიქაია არის ის ადამიანი, რომელიც დღეს შვილთან ერთად დაიჭირეთ. ეგეთი რაღაცა არ მახსენდება. რა ვიცი, ძალიან დიდი ხანია რომ მამაშვილი დაეჭერათ. ზუგდიდში, როდესაც ესე იგი ახალაიას ტერორი ქონდა დამყარებული და კაციშვილი ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, კახა ცოტა უცნაური როგორ ეხა ეგეთი პერფორმანსები ხდება პოლიტიკური. ჰამაკი დაკიდა სამეგრელოს სამხარეო პროკურატურის წინ და შიგნით ჩაწვა და აი ახალაიას დასანახად ქანაობდა.
ერთი კაცი იყო, რომელიც ზუგდიდში ამას ბედავდა. აი ეს ადამიანი იყო, რომელიც ნაცებს ეხა რო გამოდია, ეხა აგინე ნაცები რამდენიც გინდა. ზუგდიდში 2009 წელს ახალაიას პროკურატურის წინ რო ატარებდა იმ აქციას, დღეს შვილთან ერთად დაიჭირეს თქვენმა პორტირებულმა ნაცებმა დღეს რო ესე იგი ოცნების დროშა აქვს გადაფარებული და ნუ ლაპარაკობთ რა, დღეს ქართული ოცნება ვინც ხართ და მათი მხარდაჭერები, თავიდან ბოლომდე ხართ სულ ყველა პორტირებული ნაცები. თუ არა და გამახსენეთ ერთი გვარი დასახელი, რო ჩაუყო Facebook-ის იმას, რა ქვია, ფიც 2012-მდე რო ნახო ესე იგი მამუკა მდინარაძეს და კობახიძის პოსტები ერთხელ საკმაოდ რთულია იქ უნდა. ესე იგი 2007 წლის 7 ნოემბერი რომ მოხდა, მაინტერესებდა რას პოსტავდა ეს ხალხი. გახსენდება თქვენ მაშინ იყავით ერთ-ერთი აქტიური ლიდერი ბარსელონამ რამაგრა ითამაშა რეალთან. ხო და მე რა არის? აი მდინარაძის და კობახიძის ფიდები, ვინც ჩადის 2007-მდე, უწერიათ ესე იგი რომ ბარსელონამ რამაგრა ითამაშა, ესე იგი და მესიმ როგორ დაგლიჯა, გეგონება ესე იგი 2007 წლის ნოემბერში, მეტი არაფერი არ ხდებოდა გარდა იმისა, რომ ბარსელონას კომენტარი დაეწერათ, რაღაცა შემოდგომა როგორ აცივდა უცებ. აი ესეთი პოსტები აქვს, სულ ყველას. ერთი ფოტო მანახეთ, ერთი პოსტი მანახეთ, იმას არ გთხოვთ რომ ოფიციალური ინტერვიუ მიგეცათ, ვინც დღეს ქოცების ლიდერები ხართ, უკეთეს შემთხვევაში იდექით სულ ყველა ბუჩქებში, შალვა პაპუაშვილის თამადობით და გამოჩენა გეშინოდათ იმ აქციამდე და უარეს შემთხვევაში იყავით სულ ყველა როგორც ვოლსკი, გეკავათ მინისტრების და მოადგილეების თანამდებობები ნაციონალურ მოძრაობაში და ეს ხალხი დღეს ლაპარაკობს ესე იგი რომ თურმე ნაციონალურ მოძრაობას ებრძვიან. ყველა თავიდან ბოლომდე დღეს ვინც არის ქართული ოცნება, ეს არის 100%-ით პორტირებული ნაცები. ეს არის სტატისტიკა. დანარჩენი ახლა რატო არის ასე, ამაზე შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს, მაგრამ დღეს ქართულ ოცნებაში ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად 7 ნოემბერს და 9 აპრილს და იმ ცნობილ აქციებზე სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილმა სულ ყველას ამოკრა პანღური, აი ბოლო იყო ღარიბაშვილი, ხო, ვინც იმ დროიდან მოყვა. სულ ყველას ამოკრა პანღური და მე ამ ხალხს ვაფრთხილებდი, რომ თქვენ არაფერი არ გადაგარჩენთ ივანიშვილის არჩევნების წაგების გარდა. თუ გახსოვს შენ ინგა ივანიშვილს როდის გაახსენდა ძველი გვარდია? პირველი ტური რო წააგო. პირველი ტური როდესაც წააგო საპრეზიდენტო. თუნდაც პირველი ტური რო წააგო ეხა ადგილობრივ არჩევნებზე. ან თუნდაც რაღაცაში დაენახა რომ არასწორი გზით მიდის, მერე გენახა ივანიშვილის ცრემლების ღვარღვალი და ამ ძველი გვარდიის დაფასება და ძველი გვარდიის ესე იგი მოკითხვა და რატო უნდა დააფასოს ვინმე, როდესაც ხედავს რომ ისედაც ყველაფერს ამ ქვეყანაში ფულის მეშვეობით აგვარებს. ბევრი რამე რა თქმა უნდა არის ჩვენი ბრალით, საზოგადოების ბრალიც და მათ შორის იმ ხალხის ბრალი, რომელიც იძახდა რომ მოდი დაველოდოთ, მოდით ახლა ნაცები შეჭამონ, მოდით არ შეჭამს ბიძინა ივანიშვილი ნაცებს. არ დაიჯეროთ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა ეს არის ქართული ოცნების რეჟიმის თავარი მაშველი რგოლი და ყოველთვის ამ ქვეყანაში როცა იქნება მასშტაბური პროტესტი ან არჩევნებში გაუჩნდება შანსი ოპოზიციას, ეგრევე იქ 5 ნომერი გაეჭხირება აუცილებლად. ხოჭო ძალიან უცნაურად დაემთხვა რომ თქვენ ხართ დღეს ჩემი სტუმარი და კახა მიქაიას დაჭერა მოხდა და როდესაც ეს კადრები ვნახე, მაშინ ვუთხარი პროდიუსერს რომ კახა კუკავა მყავს ხო დღეს მეთქი ეთერში და აი ყველას ეძახიან ერთად ნაცებს და აი მათ შორის ცხადია, ნუ კახა მიქაია, მისი შვილი და ეს არისო ნაცების პროტესტი, ეს არის ნაცების აქცია. ეს არის თავის გამართლება, ინგა არავის არ უნდა ყველაზე შეუძლებელი არ გაგახსენდეს ამ დროს იგივე კახა მიქაია მაგალითად როგორი იყო, ან სხვები ძალიან ბევრია ეგეთი. ყველაზე გარეწარ ადამიანს კი ჭირდება თავისი ლეგიტიმაცია და დღეს ქართულ ოცნებაში ვინც არის 100%, მე არ მინახია წესიერი ქოცი, 100% იქ არის იმის გამო, რომ ან გამგეობაშია დასაქმებული, ან ტენდერი აქვს, ან პრივატიზაცია აქვს და აქ მატერიალური სარგებელი. მაგრამ ამას ხო არ იტყვიან, რომ იმას რა ქვია და ნახლებნიკები ვართ ბიძინა ივანიშვილის და ეს მოიფიქრეს თავიანთი თავის ლეგიტიმაციაც, როგორც სააკაშვილი რო ჩადიოდა დანაშაულებს ჰქონდა ლეგიტიმაცია, რომ აი ქვეყანა მიყვავს დასავლეთისკენ, ამათი ლეგიტიმაცია არის, რომ ნაცებს ვერ ვძვით, აი რა ვქნათ, ფულსაც იმიტომ ვიპარა, ნაცებს ვერ ვძვით. უკანონობას იმიტომ ჩავდით, რომ რა მოხდა ეხა ნაცებს ვერ ვძვით, მიტინგს იმიტომ ვარბევთ, რომ ნაცებს ვერ ვძვით. ტევ პირველი ჟურნალისტ როგა მე იცი რომ ეხა დიდი გულშემატკი ამ პროტესტებშიც არ მონაწილეობდა არაფერი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ტევ პირველი ჟურნალისტ გოგონა იყო მათ შორის ერთი რა როგორც იყო ის კადრები ყველას გვაქვს ნანახი. ამაზე რომ პროტესტი არ გექნება, ჩემთვის სულ ერთი არის, სულ რო ყოფილიყო, რა ვიცი, ის ნაციონალური მოძრაობის რო კლავდნენ და აი, ამაზე რომ პროტესტი არ გექნება და რო იტყვი რომ ამასაც გაამართლებ, რომ ხო ეხა ნაცებს ვებძვით, ეს არის ამისთვის მოგონილი და მეტი არაფერთვის. რატო ჩაანაცვლა კახა თქვენი აზრით, აი ამ ძველ თანამებრძოლებს ეს ხალხი, ვიზეც ეხლა თქვენ საუბრობ და ვისაც ყველა სადავე ხელში, კობახიძის კადრებითაა ყველაფერი ეხლა პირველ რიგში ვიტყვი რომ ღირსები არიან, აი ეს ჩემი ყოფილი თანამებრძოლები ზოგს ეწყინა სხვადასხვა ეთერებში გავაკრიტიკე. 2012-დან 16-მდე სანამ ჰქონდათ ბერკეტები და სანამ იყვნენ კომიტეტის თავმჯდომარეები და მინისტრები და როცა შეეძლოთ ბიძინა ივანიშვილის შეკავება და მარტო მე რო ჩხაოდი მაშინ ივანიშვილის წინააღმდეგ, აი მაშინ ამოიღოთ ხმა.
მაშინ ქონდათ ბერკეტები და მაშინ კარგად იყვნენ გაყურსულები და მე როდესაც 2016 წელს მოიშორა ბიძინა ივანიშვილმა უყოლა და მოისროლა და ძალაუფლება ერთპიროვნულად მიიღო. რატო გააკეთა ძალიან მარტივია. ივანიშვილს წამოწდა ერთხელ 2012 წლის ძველი ინტერვიუ არის, რომ ჭადეიშვილი და მერაბიშვილი არასწორი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, თორე ძალიან კარგი მენეჯერები არიან. აწყობილი სისტემა აქვს. ანუ მეუბნებოდაო ადეიშვილზე პირველი თაობის მობილური დადისო, რა გონია. მურუსიძესთან შეხვედრა თუ გახსოვს ივანიშვილი, აი ახტაცებული რო არის, აი ცნობილი კადრები ვერ მალავს ახტაცებას, რომ ეს კაცი არა მარტო სხერპლინგა, ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა მაგან მაშინ, რომ აწყობილი აქვს თო სისტემა. მაშინ იყო თუ გახსოვს გვარამია და რამოდენიმე საქმე იყო რომ გაამართლეს ნაცები და იყო შიში იმისა რომ შეიძლება სასამართლო სისტემა აუყირავდეს ქოცებს და შევხვდითო აგერ გადის ახლა კადრები შევხვდითო ადამიანს რომელმაც მითხრა რომ უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის სტაბილურობას რაც უნდა ახალი მოსამართლე ეძებდა ადამიანს რომელიც იგივე სისტემის სტაბილურობას უზრუნველყოფდა რომელიც სააკაშვილისგან გადმოიბარეს და ეს სასამართლო უფრო ცნობილი სახეები არის და მურუსიძე ამ გირგვლიანის საქმის გამო გაპიარდა თორე რა პროკურატურაში შეიცვალა ვინმე ძალოვან სტრუქტურებში შეიცვალა ვინმე თუ რა ის პოლიციელები ვინც 26 მაისს მე მცემდნენ პოლიციელები იყო თუ ვინც იყო სპეცნაზელები და ჩემთან ერთად კიდე 2000 ადამიანი წიხქვეშ ყავდით გაგდებული კინო რუსთაველში არც ერთი არ გაუთავისუფლებიათ და მადლობები და ჯილდოები გადასცა ქართული ოცნების ხელისუფლებამ რა თქმა უნდა მათ აწყობდათ იგივე რეპრესიული აპარატის გადაბარება და ეს ძალიან ცუდი არის რომ იმ ხალხმა ვინც 2012-ში მასთან ერთად მოვიდა კოალიციაში ერთადერთი ალასანიამ გააკეთა პროტესტის განცხადება დანარჩენი არავინ არ წამოსულა იქიდან ძალით გამოშვა ალასანიას გუნდიდან თითქმის სრული უმრავლესობა პირადად ალასანია იყო ერთადერთი ადამიანი ვინც დატოვა ქართული ოცნება და არჩენს დაატოვებინეს თვითონ ქართულმა ოცნებამ და ამასაც ვიტყვი ბარემ ხა აგერ გარეთმე და ის ვლაპარაკობდით შენ შემდეგი სტუმარ სალომე რო გამოიყვანეთ სალომე არ იყო ხახვი და კარტოფილი და მე რომ მახსოვს რომ ესე იგი მაჟორიტარების წინააღმდეგ ვიბრძოდით თუ მურუსიძის წინააღმდეგ თავარი გამправებელი რო იყო არ შეიძლება მე ბევრი ადამიანს მათ შორის იმიტომაც ჩემი აზრით ამ პროტესტზე გული აქვს გატეხილი და არჩევნებზე და ზოგადად აი ჩამოცილებული არის და დამეთანხმები რომ ძალიან დიდი პროცენტი დღეს ჩვენი ამორჩევლის და მოსახლეობის არის ერთგვარ აფსაიდში და არღებულობს მონაწილეობას იმიტომ რომ კი ხედავ რომ ქართული ოცნება უარგისია მაგრამ რა გინდა ეხლა დავიჯერო რომ სწორ მარცხაჯულებას და შენ რო გინდა და შენ რო შენეთერებში ქადაგები ისეთ საქართველოს ყოფილი ნაცები და ყოფილი ქოცები ამიშენებენ ხელისუფლებაში როცა იყვნენ მაშინ რატო არ იყვნენ ასეთი ჭკვიანები დღეს რო გამოდიან და დღეს რო ესე იგი ყველაფერი იციან სასამართლო როგორი უნდა იყოს საარჩევნო კოდექსი როგორ უნდა იყოს იქ როცა იყვნენ იქ მაშინ რატო მასე მეც ვიქნებოდი ხელისუფლებაში რატო ვერ ვიყავი არც ერთ ხელისუფლებაში იმიტომ რომ რაღაცაზე ხელი უნდა მოგეწერა და ამიტომაც მე ვფიქრობ რომ ეგეც დიდი პრობლემა არის და ძალიან დიდი ეხა შეიძლება ითქვას რომ აი უკანასკნელ ქვედანიშნულზე არის ოპოზიციური მოძრაობა მაგრამ ეხა ისტორია არასდროს არ თორდება და გამოვალი ვითარება არასდროს არ იქნება ამ ვითარებიდან გამოსავალიც უნდა იყოს რომ წარსულის შეცდომებს გაუსწოროთ თვალი და მათ შორის ერთ-ერთი შეცდომა ალბათ ის არის რომ ავტორიტარულ ქვეყანაში ზოგადად ინგა და შენ მართლაც გახსოვს შევარდნაძის დროიდან მოყოლებული არჩევნების გზით ხელისუფლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ალტერნატივა იქნება თვისობრივად უკეთესი შევარდნაძის რეიტინგი შენ გახსოვს ყოველთვის იყო 0 მაგრამ სანამ მისი ოპოზიცია იყო რა ვიცი აბაშიძე და ნათელაშვილი და ასე შემდეგ არაფერი არ მოსდიოდა შევარდნაძეს სანამ არ გამოიკვეთა ის ალტერნატივა რომელიც ხალხმა ჩათვალა რომ იყო არსებითად უკეთესი თვისობრივად უკეთესი და მოხდა 2003 იგივე იყო 2012-ში მე ჩვენი ოპოზიციური კოალიციის მიმართაც ვიქნები თვითკრიტიკული ჩვენ ვერ დავანახეთ 2007-ში და 2008-ში საზოგადოებას რომ აი შეგვეძლო ქვეყნის მართვა უკეთესად როცა გამოიკვეთა უფრო უკეთესი და უფრო სოლიდური ალტერნატივა 2012-ში გახსოვს რომ ვერანაირმა გაყალბებამ ვერ გადაარჩინა სააკაშვილის რეჟიმი და ეხაც არის იგივე ივანიშვილს ყავს უკიდურესად მცირე ხარდაჭერები ხო თბილისის არჩევნების შედეგები ნახეთ გაყალბების პირობებში არის 20% მაგრამ ოპოზიციას ყავს კიდე უფრო ნაკლები რატო იმიტომ რომ ძალიან დიდი პროცენტი ჩვენი მოსახლეობისა 50% ამბობს რომ მე ხა ერთი ქაქი მეორე ქაქი შეიცვალოს ამის გამო არც არჩევნებზე წავალ არც აქციაზე დამანახეთ სახელი მითხარით გვარი მითხარით ხვალ რო არ იქნება კობახიძე აი ვინ იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი თვისობრივად უკეთესი. თუ იგივე უნდა იყოს რაც კობახიძე არის, რატომ მოვიკლა თავი და რატომ ავიტკიო აუტკივარი თავი და სხვა შორის ცოტათი მეც ვარ მაგ პოზიციაზე, იმიტომ რომ ცოტა ახალგაზრდა რო ვიყავი, გახსოვს აქცია არ იყო, სადაც თავი არ შემეშვირა და რამდენჯერ დაკავებული ვარ ნაცემი და გემატომები და ამები თქონდა. ეხა ცოტა უფრო კრიტიკულად უყურებ მეც ქართული ხალხის არ იყოს, რომ ყველა აქციაში ეხა უბრალოდ რომ ივანიშვილს აგინო და თავი გაალახინო არა. უნდა დაინახოს ქართულმა ხალხმა რომ არის გადამწყვეტი რაღაცა
პოზიცია, რომელშიც ჩვენ მართლაც შეგვიძლია რომ ამ ქვეყანას უკეთესი ალტერნატივა მოუტანოთ და მე 4 ოქტომბერს ამის ალტერნატივას გულწრფელად რო გითხრა ვერ ხედავდი. დიდი მადლობა კახა, მადლობა. დიდი ხანია არ ყოფილ ვართ პირდაპირ ეთერში, ერთად გასახსენებელი ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩვენ ერთად რაც გვახსოვს თქვენს მეც არის ის რომ აუცილებლად მთავრდება ხო. რაც არ უნდა სასტიკი იყოს, რაც არ უნდა გვეჩვენებოდეს რომ მოურეველია და დაუმარცხებელი. მანდ ორი აზრი არ არის, გოგი ჩაიშვილი შეხვდა ლევანი გარეთ და ლაპარაკობდით ეხლა რომ აი ლევან გაჩილაძე ახლა ხან გარდაიცვალა ღმერთმა აცხონოს და ბევრი თვითკრიტიკულად ვიყავით მე ლევანისთან ამ მებრძოლი ვიყავით და მაგრამ თვითკრიტიკულად ვიყავი განწყობილი მაგრამ ლევანის დონის პოლიტიკოსი რო ყოფილიყო ეხლა აი ამ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში თბილისს მოიგებდა და არ იყო ამ ოპოზიციაში არავის იმისი რა ვიცი უნარი აქტიურობა დიპლომატია არა ეხლა სხვა რეალობა იყო ანუ ოპოზიცია 205,000 ხვით მოიგო 200 და არჩევნებში ხო და რატო არ გადიოდა შენ გონია მაშინ ადვილი იყო ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი არა მახსოვს ყველაფერი ერთიანი კანდიდატით რომ შეეტიათ ეგ სხვა რეალობა დადგებოდა 210,000 ხვით თბილისი არ მოუგია კაციშვილს პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ აჩუქა 210,000 ხვით თბილისის მოგება რაც კალაძე მოიგო ეხლა პირდაპირ აჩუქა ოპოზიციამ კალაძეს ეს არჩევნები მადლობა კახა მადლობა შევხვდეთ კიდევ ბევრჯერ ეთერში რატომ გეუბნებით იცით ხო ბევრი უნდა ეხლა ლაპარაკი მათ შორის გამოცდილი პოლიტიკოსებიდანაც ბევრი რამ გაქვთ ნანახი გასულ წლებში და ბოლო პერიოდში ალბათ იმ წლების ამბებიც გასახსენებელია. აი მაგალითად კონკრეტულად კახა მიქაიაზე ეხლა რაც ვთქვით რა თუნდაც რომ ყველას ერთ ქვაბში ვერ მოხარშავს ოცნება. ლევან გოგიჩაიშვილი ახსენა კახა კუკავამ რამდენიმე